მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველას ინდისის პატიმარს. დღეს სამმარტს დედის დღეა. პირველად თარიღი საქართველოში 1991 წელს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააარსა და მას შემდეგ აღინიშნება. დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ოფიციალური ცნობებით დედის დღის დაარსება ამერიკელ ანა ჯაურის უკავშირდება, რომელმაც მე-20 საუკუნეში აქტიურად დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება, ხოლო პირველად 1910 წელს აღნიშნეს. ეხლა კი ემიგრანტ დედებზე საქსტატის მონაცემებით საქართველო 2023 წელს 250,000-მდე პირმა დატოვა. მათგან 7,750 ქალია. ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. საქართველოს ყოველწლიურად ათასობით ქალი ტოვებს. მათი უმრავლესობა საზღვარგარეთ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მიემგზავრება, შვილების და ოჯახების სარჩენად. მათ შორისაა ადიგენის სოფელ ჩორჩანში მცხოვრები თამარ გიორგაძე, რომელიც სამუშაოდ იტალიაში 3 წლის წინ წავიდა. როგორც ყველას მეც ოჯახური სიდუხჭირის გამო წამოვედი. რამდენად მიჭირს ზა, რა თქმა უნდა, შვილების და ოჯახის გარეშე ყოფნა ძნელი ძარ ყველა დედისთვის მით უმეტეს, როცა გადატოვებ პატარა ბავშვებს და წამოხვალ. ეს არის ძალიან ძნელი. სადაც არ უნდა გაიარო, ყველგან ქართველები არიან, ქართველი დედები. ყველგან აი კვირას დასვენების დღეს რო გახვიდეთ, ფაქტიურად იტალიელს ვერ ნახავთ, ყველგან ქართველი დადის. ნორმალური ანაზღაურება რო იყოს საქართველოში დასაქმება ნორმალური, მაგ შემთხვევაში არ წავიდოდი ახლა, როცა გაქვს ნორმალური ხელფაც რო შეინახო ოჯახი, არც ერთი დედა არ დატოვებს თავის შვილს და არ წავა საზღვარგარეთ. დაუბრუნდეთ ახალციხეს და საკრებულოს, სადაც თებერვლის თვის სხდომაზე 13 საკითხი განიხილეს უსიტყვოდ და კითხვების გარეშე. მათ შორის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის ბიუჯეტში ასახვას. მოისმინეს 2024 წელს ელექტრონული, გამარტივებული და კონსოლიდირებული შესყიდვების ანგარიში. მხარი დაუჭირეს მუნიციპალური ქონების საპრივატიზაციო გეგმების დამტკიცებას. გთავაზობთ ვიდეოს სხდომიდან. Სამედი საკითხი არის მუდრიანად დასაყიდველი და მემედაგეთი უპარლამენტის წესრიგს მის ვერაფერი პორტალისადმი დავიკავო წინააღმდეგობის ვიმე 650,000 ლარი გაიზარდა 2025 წელს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსრულობის ნაწილი და ასევე გაიზარდა შესაბამისად განსახლებებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსების თანხა. ეს საკითხი იყო მოდოდებული მეორე საკითხის ცნობის საკითხი არის იგივე საკითხის სტიკის შედეგების კვალიფიკაციო მონიტორინგის მუქი აღწერის სულიებთან დაკავშირებით. გოგილა მოახსენებთ, რომ გამოიყოს სტიკის შედეგების კვალიფიკაციო მონიტორინგის აღწერის ფარგლებში 400,000 ლარი თანხის ასახვა მოხდა როგორც შემოსრულების წარწერების სურათში, ასევე გადასახადების ნაწილში, საწარმოების და საფინანსო რეალიზაციის არაფინანსური აქტივების სურათში. ანაძრის გამოყენებულება ვაშინგტონის ცნობის საკითხი. გადავიდეთ მესამე საკითხს, ეს არის ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ანგარიშის დაფიქსირების შესახებ. შეკითხვები თუ გვაქვს? ანაძრის გამოყენებულება მასის პროექტის ანგარიში იყო გამომწვევ პროექტების გადაგზავნა. საქართველოს მთავრობის 25 წლის 21 თებერვლის ნომერ 318 გადაღებების საფუძველზე ახალციხის მუნიციპალიტეტს გამოიყო სპეციალური ტრანსფერი 500,000 ლარი. ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 წლის ბიუჯეტის შემოსრულების ნაწილი სულ შეადგენდა 52,727,000
255 არის. ხოლო გადასახადების ნაწილმა 51,695,295 არის. შეკითხვები თუ გაქვთ? პრიორიტეტების იგივეა. პრიორიტეტების განახსნით არის საქმე. მაშინ დაუჭიროთ ხარისხებებს, მეოთხე ხელშეკრულება, მათ შორის ელექტრონული ტენდერის მეშვეობით გახდა ასეთი ხელშეკრულება საერთო პიროვნებით 19 მილიონი 26,000 ეკონომეტრი. გამართლებული შეცდომის მეშვეობით გაფორმებული იყო 256 ხელშეკრულება, პიროვნებით 2 მილიონი 933,000. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 28 შემთხვევაში, საერთო პიროვნებით 1,76,000. ანუ ჯამში 375 ხელშეკრულება იქნა დადებული მუნიციპალიტეტის მიერ. შეკითხვები თუ გაქვთ, ბატონებია? ამაზე დავუყურებთ. ქალაქ-ახალციხის ტერიტორიაზე კომერციული და მრავალგინიანი დანიშნულების ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ჯილარი, გამომდინარე რომ არის არაუნდესა უნდა იყოს და ჩვენამდე 5 ჯილარი. ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისთვის არის 1 ჯილარი. მაშინ დავით ახალგაზრდებს კონკრეტულად ეკავიტასუროთ. Agavide dieses Ingenieurs Agizis Yogi Gunia. Responsable statutory municipality accounts, Salzburg, Danishulets, Obiektis, Salzburg, ახალგაზრდების ცენტრის მოსახლეობის სპეციფიკი ვერაყოფცია account section ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრების შორის იყო კერძო საკუთრის ქონება. ეს მართული და კონცეფციული სააგენტოსთან ათერთმეტ ვახტის და კერძო საკუთრებას დამიტასურა ახობა საკუთრება ახალგაზრდული ცენტრის უსწრობის გასაგები კითხვები თუ აქვს? მაშინ დაუჭიროთ ხარისხს. გადავიდეთ ისესის მეცხრე საკითხზე. კითხვები თუ აქვს? მაშინ დაუჭიროთ ხარისხს, კონფერენციის საზრდოobject დავიდასრულოთ. გადავიდეთ ჩვენი ისესის მე-15 საკითხი ერთი არის საფრიფატიზაციო ობიექტების ნორმის დამტკიცება და იგივე გეგმის დამტკიცებაც. ასეთი კითხვები თუ გაქვთ? მაშინ დაუჭიროთ ხარისხს. კონფერენციის დავიდასრულოთ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დეკემბერში შევიდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ყველა საჯარო დაწესებულების და ჩვენ შემთხვევაში საკრებულოს აპარატის უფროსის პოზიციის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პოზიციაზე მიკუთვნებას. აქედან გამომდინარე ჩვენ განვახორციელებთ წინა ცვლილება. ახლა საჭირო არის რომ საკრებულოს აპარატის დებულებაში აღნიშნული ცვლილება ავსახოთ და გაიწეროს სულ ყოველდღე სიტყვით ჩასწორება დაკეთებული და ამაზე გვაქვს წარმოდგენილი ეს ცვლილება და საჭიროებს საკრებულოს განხორციელებას. კითხვები თუ არა გაქვთ? მაშინ დაუჭიროთ კონფერენციის დავიდასრულოთ. გადავიდეთ ისესის მეცხრე საკითხზე. ეს არის საქართველოს რეგიონებში გასახორციელებული პროექტების ფონდიდან სოციალური პარტნიორობის პროგრამის პარალელში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებაში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ. მიმდინარე წლის 6 თებერვლიდან 24 თებერვლისში ჩატარდა აბსოლუტურად ყველა დასახლებულ პუნქტში ყველა სოფელში ჩატარდა მსგავსი კრებები შეხვედრები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის შეერთების შედეგად გამოიყენა პრიორიტეტები და შესაბამისად წარმოდგენილია აღნიშნული დოკუმენტი ეს განახის სახით. თუ საჯარო დაუჭირეს ადგილობრივმა
Min dawsin kan garda i saslovnijeta sigurnosna Bugarskana poprednica propolitika na firmu budžetčí konstantnosti damate Kanada finansový savjet. Skráz planetieta sigurnosna jamši milion na Hrvatske medijikneva, sotis programs na sankcijeva da torsi. შედის პოლიტიკა. მაშინ დაუჭირო ხარი ოქრესაძე. ისეს რიგის პრეზიდენტი დაყიდული იქნა. ამიტომ რევანდელი საკრებულოს დომა დახურდა ხოლმე. რაბედიელის უკრაინა რუსეთის ომს და შეწყდება თუ არა ომი. გთავაზობთ სტუდია ვაშინგტონს. Speaking loudly. Your country is in big trouble. Can I Wait a answer? minute. No. You've done a lot of talking. Your country is in big trouble. ვაშინგტონსა და კიევს შორის უკრაინულ მინერალებზე ხელშეკრულების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია ჩაიშალა. პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში, რომელიც მედიის თანდასწრებით მიმდინარეობდა, ორი ქვეყნის ლიდერს შორის ცხარე კამათში გადაიზარდა. You're either going to make a deal or we're out. ან შევთანხმდებით, ან საერთოდ გავალთ ამ ომიდან. და თუ გავედით, ბრძოლა მარტო მოგიწევთ. თქვენ პირობებს ვერ გვიკარნახებთ, თუმცა ხელშეკრულებას ხელს თუ მოაწერთ, უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებით. თქვენ მადლიერი არ ჩანხართ, ეს კარგი არ არის. გულწრფელად გეუბნებით, ეს კარგად არ გამოიყურება. საკმარისია. ზელენსკიმ, რომელიც ვაშინგტონში საგანგებოდ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად ჩავიდა, თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე ნაჩქარევად დატოვა. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ მადლობელია ამერიკის, ამერიკელი ხალხის და პრეზიდენტ ტრამპის. ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება უკრაინულ მინერალებზე მოლაპარაკებული შეთანხმების ბედი, რომელიც პირველი ბარიერი იყო რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზაზე. We will never accept just ceasefire. უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ მივიღებთ. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ის არ იმუშავებს. დოკუმენტი საკმარისი არ არის, ძლიერი არმიაა საკმარისი. უკრაინის ზოგიერთ იშვიათ კრიტიკულად მნიშვნელოვან წიაღისეულზე და მინერალებზე საჯაროდ საუბარი პრეზიდენტმა ტრამპმა 3 თებერვალს დაიწყო. მან განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, მაგრამ სანაცვლოდ უკრაინისგან იშვიათი მინერალების მიღებას სურს. განვიხილავთ უკრაინასთან შეთანხმებას, რომლითაც ჩვენგან მიცემულს ისინი იშვიათი მინერალებით და სხვა რამეებით დააზღვევენ. კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმების იდეა უკრაინის პრეზიდენტს ეკუთვნის. ძვირფასი წიაღისეულის შეერთებულ შტატებთან ერთად ათვისების კონცეფცია ზელენსკიმ თვეების უკან უკრაინის გამარჯვების გეგმაში შეიტანა. ომის დასრულების სტრატეგიაში, რომელიც უკრაინის ლიდერმა კიევის მოკავშირეებს და მათ შორის ტრამპსაც გასული წლის შემოდგომაზე გააცნო. ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა რომ წარმოიდგინოთ, ეს ბოლო მწკრივია. ელემენტები 47-დან 71-მდე პლუს სკანდიუმი და უტრიუმი. მათ ელექტრონიკაში და მოწინავე ტექნოლოგიებში ბევრი სხვადასხვა ფორმით იყენებენ. ხშირად მთელი ამ ინდუსტრიის ვიტამინებს ან სანელებლებსაც უწოდებენ, ვინაიდან ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სწორედ მათი საშუალებით მოხდა მეცნიერების ამ მიმართულების დაწინაურება. ამ ელემენტების დამსახურებაა, რომ ტექნოლოგიები დღეს გაცილებით მცირე ზომის, ბევრად სწრაფი, მოქნილი, ძლიერი და გამძლეა. ნიკელი, ლითიუმი და სხვა კრიტიკული მინერალები, რომელთა საბადოებიც უკრაინას აქვს, უმნიშვნელოვანესია დასამუხტი ელემენტებისა და სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიების საწარმოებლად, რომელთაც ფართოდ იყენებენ მობილურ ტელეფონებში, ელექტრომანქანებში, დრონებში, თავდაცვის, კოსმონავტიკის, მედიცინისა და ბევრი სხვა სფეროს მოწინავე ტექნოლოგიებში. მაგალითად, უკრაინას უხვად აქვს ლითანუმი და ცერიუმი, რომლებიც ეკრანის განათებისთვის გამოიყენება. ასევე ბირთვული ენერგიის მისაღებად და ლაზერების წარმოებისთვის მნიშვნელოვანესი ერბიუმი და უტრიუმი. კიევი ფლობს მსოფლიოში ზომით მეხუთე გრაფიტის მარაგს. ის ელექტრომანქანების ბატარეებისა და ბირთვული რეაქტორების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ვფიქრობ, ტრამპს იშვიათი მინერალები იმიტომ სურს, რომ ამერიკის ეკონომიკა ძლიერაა დამოკიდებული მათ ჩინურ წყაროებზე. ეს კი ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ქმნის. არსებობს საფრთხე, რომ ჩინელები ამ საბადოებს უკრაინაშიც დაესაკუთრებიან.
ევროკავშირმა კრიტიკული მინერალების სიაში სულ 34 მინერალი შეიყვანა. უკრაინას აქედან 22-ის საბადო აქვს, თუმცა ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით მარაგის დაახლოებით 40% რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. თავიდან კიევმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული შეთანხმების პირველი ვერსია უარყო და თქვა, რომ მასში უკრაინის ინტერესები დაცული არ იყო. ამას გარდა ზელენსკიმ მაშინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას განაცხადა, რომ კიევი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ხელს შეთანხმებას არ მოაწერდა. ამ განცხადებიდან დაახლოებით 10 დღეში ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმება შეძლეს, მაგრამ არა უსაფრთხოების გარანტიებზე. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 თებერვალს ღიად განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს. შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა პრეზიდენტ ტრამპთან დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში ომის შემდგომი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ლონდონი უკრაინაში მშვიდობის მყოფელებს გააგზავნის. გარკვევით ვამბობ, გაერთიანებული სამეფო მზადაა შეთანხმების მხარდაჭერა ხმელეთზე ჯარითა და საშითვით მფრინავებით უზრუნველყოს. მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ, რადგან მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ ამ გზით მოხდება. ანალიტიკოსები ევროპაში თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. როცა საქმე მეზობელ იმპერიალისტურ ძალას პუტინს ეხება, ევროპამ საკუთარი თავდაცვის წარმოება უნდა ააშენოს. მათ ერთიანი დიპლომატიური ფრონტი უნდა შექმნან, რათა რუსეთის წინახს გადაურჩნენ. ამასთან მეტი უნდა იღონონ და ჩაანაცვლონ ამერიკული დაფინანსება უკრაინისა და ასევე საკუთარი თავის მხარდასაჭერად. ასე თუ არ მოიქცევიან, დარტყმას საკუთარ უსაფრთხოებას მიეყენებენ. შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ მთელ ამ დიპლომატიურ მცდელობათა ფონზე რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა არ შეუწყვეტია. მოსკოვი რაკეტებითა და დრონებით განუწყვეტლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სოფლებს ომში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მსხვერპლიანია. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს tokTV.gr და Facebook გვერდს tokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.